მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. მის ღამე არ მეძინა, ეს იყო გარდამტეხი მონოგრამის Rice უნივერსიტეტში, რომელიც წამყვანი უნივერსიტეტი არის ამერიკაში. თავარი ალბათ არის, რომ მკაფიო მიზანი გქონდეთ. შენ იყავი პროექტის პროგრამის გამარჯვებული. ჩემთვის ეს იყო მესამეც და საწყისი იყო აქედან. ამიტომ არის ამერიკა, ძალიან მაგარი ქვეყანა და პატარ-პატარ ოცნებებიც ავისრულე. არაგობამაში ჯილდოც მივიღე, იდენტობის კრიზისი. ჩემ შემთხვევაში შეუძლებელი ხდებოდა ეს დაფინანსებები რო არა. ემიგრანტებს უნდა შევეხო აუცილებლად. ჩვენი პატარა საქართველო ყველა ქვეყანაში გვაქვს. უმეტესობის მიზანი იყო საქართველოში დაბრუნება, ეს არის ძალიან მოსახერხებელი განსაკუთრებით დიდისთვის, დიდ მაგილებთან ნიშნავენ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებდნენ. როგორ მოდიოდა შენ ცხოვრებაში ეს თითოეული ჯილდო? მერიდება ხოლმე ამაზე საუბარი. ორი ისეთი მნიშვნელოვანი წიგნი, რომლის თანაავტორი ხარ. იმპოსტორის სინდრომი არის. ანუ ისაც მე ბუნებრივად დავიწყე. ავთენტურობა და მოქმედება. დაანალიზების მომტანი არის ახალგაზრდებში. მე ბოლოსკენ მოვიტოვე ესეთი თბილი და გემრიელი თემა. აბანაეზე რას ნიშნავს უპირობო სიყვარული? შენ ცხოვრების წიგნში რა გაქვს მარკერით ესეთი მონიშნული? ყველა გენიოსებივად გვახსოვდეს, ჯეროდეთ საკუთარი თავის.